საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. პანელი ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. თემაზე მსჯელობისას მოხსენება წაიკითხა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ. ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ საუბრა, რომელსაც ნატოსთვის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება. განაცხადა ვერშბოუმ, მისივე თქმით ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ბრიუსელის ფორუმი დღეს სრულდება. I just want to hear how helpful. მანამდე სკეპტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთან ახლო ურთიერთობით რუსეთს გააღიზიანებდნენ. თქვენ იზით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი პოლიტიკა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს. სურს მოვისმინო, თუ რამდენად სასარგებლო იქნება შევცვალოთ სკეპტიკოსების დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. თუ გავითვალისწინეთ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი კონტინგენტი გვყავს ავღანეთში. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს უსაფრთხოებაში, არა იმიტომ, რომ სხვება მოიწონონ ეს, არამედ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რატომ ვართ ავღანეთის მისიაში. ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნებისათვის. საქართველოში მიმდინარე რეფორმებს რეგიონალური ურთიერთობის მოგვარების კუთხით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და სამართლიანობის აღდგენას ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს. ფიქრობ, რომ ალიანსის წევრები უსათუოდ აღიარებენ თქვენს მიერ მიღწეულ წარმატებას ამ სფეროში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ჩვენი ინტერესის სფერო არის ის, თუ რამდენად დემოკრატიულად ვითარდება ქვეყნის შიგნით პროცესები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თქვენთან ამ მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე პროცესები სტაბილური გზით განვითარდება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას. ის გაურკვევლობა, რომელიც არსებობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთთან ურთიერთობის პროცესში არასწორ მიდგომებს უკავშირდება. როდესაც რუსეთის მეზობელი ქვეყნები ცდილობენ დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკისა და უსაფრთხო საზოგადოების წევრები გახდნენ, რუსეთს მიაჩნია, რომ ეს მისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ვეტოს გამოყენების უფლებას იტოვებს. ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ დამოკიდებულებას.